აი ესენი გვაქვს გასაკეთებელი. წრის რადიუსი უნდა იყოს 50 პიქსელი. უნდა დავხატოთ ჩვენ 3 წრე ქვევით. ხომ აი აქ ამ წერტილში, ესე იგი ჩვენ უნდა ჩამოვიყვანოთ ქვევით და წამოვიყვანოთ მარცხნივ. ახლა ეს უნდა გამოვთვალოთ. ამ წერტილში ხო 0 და 0 არის, ხო? უნდა ჩამოვიდეს ქვევით -200-ით უნდა ჩამოვიდეს თუ გვინდა რომ აი აქ შეეხოს. და უნდა წამოვიდეს მარცხნივ რამდენით? აი აქედან აქამდე 50-ია და აქედან აქამდეც 50, ანუ -100-ით. ესე იგი ჩვენ აქ შეგვიძლია პირველი ვუთხრათ pen up. შემდეგ შეგვიძლია განვუსაზღვროთ პოზიცია set position და რა პოზიცია იქნება ახლა ეს? ესე იგი -200 არის ქვევით, მაგრამ ჩვენ გვინდა რომ მარცხნივ წამოვიყვანოთ 100-ით, ხო? აქ არის ცენტრში 0 ვიცით. აქედან აქამდე ვიცით რომ -200-ია. ესე იგი ჩვენ მარცხნივ უნდა წამოვიყვანოთ -100 არის და -200 არის y ეს პოზიცია. შემდეგ აქ უკვე უნდა დავხატოთ 3 წრე. შეგვიძლია აქ circle და 50 დავუწეროთ, მაგრამ მანამდე უნდა დავწეროთ pen down. რას დავაჭიროთ? წამოვიდა აქ დაიხატა 1 წრე. ამის შემდეგ უნდა წავიდეს წინ კიდე 1 წრე უნდა დაიხატოს, კიდევ წინ უნდა წავიდეს და კიდევ 1 წრე უნდა დაიხატოს. მაგრამ სანამ წინ წავა, მანამდე კალამი უნდა აიღოს, ხო? ესე იგი pen up გვჭირდება ისევ. შემდეგ forward და forward რამდენით უნდა წავიდეს? ამ წრის რადიუსი თუ 50-ია, ანუ აქედან ამ წრის ბოლომდე, აი აქამდე არის 50 და აქედან აქამდე არის ისე 50. ანუ სულ 100 პიქსელით უნდა წავიდეს წინ და შემდეგ ისევ კალამი უნდა დადოს pen down. გავუშვათ დახატა და მოვიდა აქ. იგივე უნდა გააკეთოს ახლა. ანუ ეს ჩვენ შეგვიძლია ჩავსვათ for loop-ში, ხო? For I in range გავხსნათ ფრჩხილი, მივუთითოთ 3, გადავიდეთ გვერდით 2 წერტილი და აუცილებლად ესენი უნდა მოვნიშნოთ ქვევით და აბით გამოვიტანოთ მარჯვნივ. რამს დავაჭიროთ და დაიხატა 3 წრე. ამის შემდეგ ეს უნდა ავიყვანოთ აი აქ. ახლა როგორ უნდა ავიყვანოთ აქ? რა პოზიციებია ეგ? აქ ხომ ჩავაწყაპუნეთ, ახლა უნდა ჩამოვიდეთ ქვევით და გადმოვიდეთ shift-აბით მარცხნივ, რადგან აი ამის გასწრებ არ უნდა ჩავწეროთ, აი აქ for-ის გასწრებ უნდა ჩავწეროთ. რადგან უკვე ფორმა დაასრულა თავის მოქმედება და ახლა ვაგრძელებთ კოდის წერას. ესე იგი ახლა ჩვენ გვინდა set position, გავხსენით ბრჩხილი და აი ეს კუ უნდა მოვიყვანოთ აი ამ წერტილზე. აი ამის გასწრები ნახეთ, აი ეს სადაც სრულდება, იქ იწყება ესეც, ხო? მაგრამ ამის შუა არის. ესე იგი, თუ ამისთვის გადმოვედით მარცხნივ 100 პიქსელით, ამ შემთხვევაში აქ უნდა გადმოვიდეთ -50. თუ ამისთვის ჩავედით ქვევით 200 პიქსელით, ამის დიამეტრი არის 100. ესე იგი, აქ უნდა დავწეროთ -100. გავუშვათ და ვნახოთ, რომ ნამდვილად აკეთებს. თავში ჩვენ შეგვიძლია ასევე PD მივუთითოთ, მაგალითად 10 მივუთითოთ, რომ სწრაფად გააკეთოს და აი აქ დახატა, ხო? ამიტომ ეს რომ არ დახატოს, აქ pen up დავუწეროთ. გავუშვათ, ზგაპ, მოვიდა აქ. ახლა აქ უნდა გავაკეთოთ ჩვენ ისევ 2 წრე. ესე იგი ჩვენ ზუსტად ასეთი კოდი გვინდა, ეს შეგვიძლია დავაკოპიროთ და ჩავსვათ აქ, უბრალოდ აქ სამის მაგვრად 2 უნდა მივუთითოთ. დავხატეთ 1, 2, 3, 1, 2 და ახლა უნდა ავიდეთ ზევით. ესე იგი ისევ pen up. ახლა პოზიციები უნდა გამოვთვალოთ. თუ აქ ეს პოზიცია იყო -50 და -100, ჩვენ უნდა ავიდეთ ზევით. ესე იგი 100-ით, ასე იგი პოზიცია არის 0 და აქაც გვაქვს მარჯვნივ უნდა წავიდეთ 50-ით, ხო? ესე იგი 0 და 0 უნდა იყოს პოზიციები. set
position 0 მძიმე და 0 და აქ pen down-ი და ისევ circle 50 რადიუსის მქონე 1 მეორე მესამე 1 მეორე და მესამე სამი continuous დავაჭიროთ როგორც ხედავთ ჩაგვითვალა გადავიდეთ შემდეგ სავარჯიშოზე და აქ უკვე გადავედით 1-ის 6 ქვეთავზე რომელსაც შემოგთავაზებთ შემდეგ ვიდეოში